საკითხები, რომელშიც უნდა ერეოდეს აუცილებელიც კი არის ზოგ საკითხში, იმიტომ რომ მართლაც ქრისტიანული ერი ვართ და ჩვენთვის რელიგიას და კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხო? მაგრამ საკითხები, რომლებიც მაგალითად არ ეხება ქრისტიანობას და რაც დემოკრატიული ჩვენ მთავრობა სჭირდება, მთავრობამ უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, რაღაც თავის საქმე ის იქნება. ყველას თავის საქმეა. პიროვნება არის, საქართველოს მოქალაქეა ჩვენ პატრიარქიც, აზრის გამოთქმის უფლება უნდა გქონდეს ახლა. ვერ გეტყვით, რამდენად უნდა გქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება, იმიტომ რომ ძირითადად მაინც სახელმწიფოს ექვემდებარება ეს, მაგრამ თუ ანუ სანამ პატიმრა შეიწყალ, მან რაღაც პროცედურები არის, რაც უნდა გაიაროს ახლა. ყველი პატიმრის შეწყალება არ შეძლება, რაღაც უნდა ექვემდებარებოდეს ამას. თუ კანონის ფარგლებში მოხდება ეს, რა თქმა უნდა, მისაღები არის ჩემს და ჩემი აზრით უნდა ერეოდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ბრძენი ადამიანია, როგორც მთელი საქართველო მოიხსენიებს მას და ალბათ ამიტომ აუცილებელია თვითონ პატრიარქმა გადაწყვეტოს, ანუ გადაწყვეტილების მიღებაში არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ წინადადებები შეუძლია თვითონ წამოაყენოს. იმიტომ რომ უფრო ადეკვატურია ჩემი აზრით სასულიერო პირის აზრი პოლიტიკოსის აზრთან შედარებით. არ უნდა ერეოდეს. რატომ? რატომ უნდა ერეოდეს? მაგის სახელმწიფო არსებობს და წარმომადგენელიც ხოყავთ ენდაში. იმიტომ რომ სასულიერო ცხოვრება საერო ცხოვრებისგან განსხვავდება და ნამდვილად არ არის ობიექტური, როცა პატრიარქი ერევა. შეუძლებელია ის იყოს ობიექტური, როცა გადაწყვეტილებას იღებს. ჩემი აზრით უნდა ერეოდეს, იმიტომ რომ უწმინდესი აი ყველაზე მთავარია ქართველი ხალხისთვის. ჩემი აზრით და ეხლა პოლიტიკოსების გადმოსახედით ვერ გეტყვით. ჩემი აზრით უნდა ერეოდეს. რატომ შეიძლება კონდეს განსწორულად უფლება რომ რამოდენიმე ისეთი ადამიანები თავის უნარზე შეიწყალოს, მაგრამ რა თქმა უნდა პრეზიდენტთან შეთანხმებით. პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ეს ასია ყველა ქვეყანაში. ჩემი აზრით სასულიერო პირების საერო გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდნენ, არც პატრიარქი, არავითარი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, რელიგია ზოგადად სენსიტიური თემაა და ძალიან ქართველებს სყიდთ ხოლმე, როცა ასე ვთქვათ, პატრიარქის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოდის. მე ნამდვილად არ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება არავის რელიგიის მიმართ, თუმცა საერო გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდეს სასულიერო პირები, რადგან ჩვენ მგონი თეოკრატიული სახელმწიფო არ ვართ. იმიტომ რომ საერო პირებში საპატრიარქოს მე მგონი არ აქვს უფლება რომ ჩაერიოს და არც მორალური და არც ისე რა ვიცი. მე მგონი პატრიარქმა უკეთეს ჩვენს რაც უნდა ის გადაწყვეტოს, ხო? თუ ის თulis რომ საჭიროა უნდა ჩაერიოს, უნდა ჩაერიოს. აუცილებლად აქვს პატრიარქს უფლება მიიღოს ერისთვის საჭირო გადაწყვეტილება. ეს თითქმის პირველი კაცია, ჩვენი რწმენია, ჩვენი რწმენა, ჩვენი ყველაფერი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის არის პატრიარქი და არ უნდა ერეოდეს. საერო გადაწყვეტილებებში, იმიტომ რომ საერო გადაწყვეტილებების ხელისუფლება ის არის ვარდები გადაწყვეტილების მიღებაში და არა სასულიერო პირები. ჩემი აზრით პატრიარქი ამ შემთხვევაში არ უნდა აფიქსირებდეს თავს და იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ლოიალური იქნება ის და ამიტომ უფრო კაცი მიდგომა ამ შემთხვევაში უფრო საჭიროა. ის არის საერო და ეს სასულიერო სხვა დამოკიდებულება, სხვა განზომილება და სხვა სივრცეა და სხვა აზროვნებაა და იმიტომ სინოდი არ უნდა ერეოდეს სამღვდელოება საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებაში და კანონების შექმნაში, მათი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ პატრიარქს აქვს უფლება რომ გამონაკლისი შემთხვევები მოხდეს და დაუშვათ მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ კერძო რაღაც პირზე შეწყალება, რომ შეწყალების ინიციატივით მივიდეს საკანონმდებლო ორგანოში.